სალამ მეგობრებო. ეთერშია პროექტი ვერიტას. მე მისი წამყვანი ირაკლი მეპარიშვილი დღეს გთავაზობთ ბატოს რგულას. გამარჯობა. ბატო, მიხარია რომ ჩემი სტუმარი ხარ. და ჩვენ სასაუბრო თემად, რა თქმა უნდა, ჩვენი უმძიმესი მიმდინარე პოლიტიკური მოვლენები შევარჩიეთ, მაგრამ გამომდინარე შენი ექსპერტიზიდან ჯანდაცვის სისტემაში მოგეხსენება გახლავთ ნამუშევარი ბატონი ბრძანდები და თან ამ საკითხში კვალიფიციური გახლავთ. მინდა ბევრი მნიშვნელოვანი საკითხი პროტესტის კონტექსტშიც გავიაზროთ და პლუს შევაფასოთ ჩვენ ჯანდაცვის სისტემას დაახლოებით ახლა რა მდგომარეობაშია. რაღაცა პერიპეტიები და რაღაც საკითხები კიდე მაქვს გასარკვევი თქვენთან ერთად. მოდი ჯერ პირველი, რაზეც მინდა თქვენი შეფასება მოვისმინო, ეს არის მიმდინარე პოლიტიკური კრიზისი. აი ეს კრიზისი თქვენ როგორ აფასებთ, რა ბუნებისა, რა ისტორიული პარალელები შეიძლება ვნახოთ აი ამ კრიზისში და აი რამ გამოიწვია და რა არის გადაწყვეტის გზა. ეს არის ტიპიური, ესე რომ ვთქვათ, რუსული კრიზისია. ანუ ეგრეთ წოდებული ჩვენი მეზობელის რუსეთის ჩარევით გამოწვეული კრიზისი. სხვა ახსნა არ აქვს და ის რაც მოხდა არჩევნებზე, მე პირადად 5 კვირა გურიაში ვცხოვრობდი და რაც ნახე, ეს იყო მართლა სპეცოპერაცია. ამ ჩვენ ეგრეთ წოდებულ მთავრობას, მთავრობად არ მიმაჩნია, ამდენი ტვინი არ აქვს. და არც ამდენი გამოცდილება. ეს იყო რუსეთიდან, შეიძლება გრუდან, შეიძლება სხვა სადაზვერვო სამსახურებიდან დაგეგმილი ოპერაცია, რომელმაც პრაქტიკულად მოგებული არჩევ დიახაც, ჩვენ არ ვართ ოპოზიცია. ეს 4 პარტია ჩვენ მოგებული პარტიები ვართ. ჩვენ მოვიგეთ არჩევნები, მაგრამ რაც მოხდა ალბათ ყველა. აი რა მიანიშნებს იმაზე, რომ რაღაცა არააუთენტური, არაადგილობრივი იყო ეს მეთოდიკა. იმდენად უნდა ვთქვათ, ჭკვიანურად და კარგად იყო დაგეგმილი. და იმდენად ზუსტად როგორც რუსეთში ხდება არჩევნების გაყალბება, პრაქტიკულად ერთ-ერთი იყო გადმოღებული. ეს არის დაშინება, ეს არის პირადობების, ანუ პასპორტების წართვევა და გამოყენება, ეს არის უბრალოდ არ მიშვება არჩევნებამდე. რაც რუსეთში ხდება და რუსი კი იყო ის კაცი, მაგრამ გენიალურად თქვა ჩაადაე, პეტრე ჩაადაევი. რუსეთიო ღმერთმა იმიტომ შექმნაო, რომ სოფლიოს აჩვენოსო, როგორ არ უნდა ცხოვრებდა და როგორი არ უნდა იყოს ქვეყანა. ჩვენ არ გვიტყვია ეს. რუსმა ადამიანმა თქვა და სრულად ვეთანხმები, ეს არის ქვეყანა, რომელიც მაგალითი ესე ცხოვრება არ შეიძლება. ესე მართვა არ შეიძლება. ასე არ შეიძლება ადამიანების მიმართ კონდეს დამოკიდებულება. ამიტომაც ეს არის რუსული სცენარი თავიდან ბოლომდე და ვინც ახლა მართავს ჩვენ ქვეყანას, როცა მეცინება ხოლმე deep state-ზე რო საუბრობს ეს გაუგებრობა პრემიერ-მინისტრი deep state-ის ზუსტად ამ ქვეყანაშია, როცა ქვეყანას მართავს ის ადამიანი, რომელიც პრაქტიკულად, რეალურად არ პოლიტიკურ ველზე არ არის, არ არსებობს მოქალაქე. ფორმალურად. Deep State ზუსტად ეს არის, თუმცა ქვეყანას მართავს ადამიანი ან ადამიანების ჯგუფი, რომელიც ფორმალურად თავრობაში და ხელისუფლებაში არ არის. დიახ, ძალიან უცნაური პროპაგანდის ხერხები არის გამოყენებული, მათ შორის Deep State ეს ახლა რაც ახსენეთ, პირდაპირ დიაგნოზი არის, დამხმარე ერთგვარი ცნება შეიძლება იყოს ისეთი ანალიტიკოსისთვის, რომელიც კრიტიკულად იყოს განწყობილი ხელისუფლების მიმართ, შესანიშნავი ცნება ჩვენი მდგომარეობის შესახებ. პლუს ორუელი გამოიყენეს 1984, რომელიც პირდაპირ ამ ხელისუფლების და ამ მდგომარეობის და ამ რაღაცა ტრაგიკომიკური მდგომარეობის კრიტიკა არის და ჩვენს რეალობაზეა შეიძლება ეს ორუელის ნაწარმოებიც. ალბათ ცხოველთა ფერმაც. და ალბათ ცხოველთა ფერმაც. გენიალური ფრაზა ალბათ გახსოვთ. ყველა ცხოველი თანაბარია, მაგრამ ზოგი ცხოველი უფრო თანაბარია. ტიპიური დიაგნოზია ყველა დიქტატორული ხელისუფლების და განსაკუთრებით ჩვენი ხელისუფლების. ძალიან უცნაური, ასე თქვათ, ცნებები შეარჩიეს ამაში გეთახმები. ყველაზე უცნაური კიდევ რაც მოხდა, ვადო ალბათ მეთანხმები, რომ ჩვენს უახლეს ისტორიაში თითქმის არ მახსენდება მოვლენა ან პერიოდი, არ მახსენდება, მე ესეთი რაღაც არ ყოფილა, რომ არც ერთი ინსტიტუტი უკვე აღარ სარგებლობდეს საზოგადოების მხარდაჭერით და სიმპათიით. ანუ პოლიტიკური კაპიტალი მთლიანად გამოსრილია. აი, ყველაზე ამაძრზენი და ყველაზე კოშმარული პერიოდიც კი როგორიც არის არაფორმალური, მაგრამ სახელმწიფო გადატრიალების
მომხდენი ეგრეთ წოდებული ტროიკაც, ხო? იქაც როგორც კი ედუარდ შევარდნაძე გაჩნდა ხალხს რაღაცა კონკრეტულ ინსტიტუტთან თუ სუბიექტთან შეიძლება ირაციონალური, შეიძლება არასწორი იყოს მსჯელობაც თავისთავად, იმიტომ რომ სახელმწიფო გადატრიალება მოხდა მაშინ, მაგრამ ეს ქონდა. აი დღეს ვართ ისეთ ყველაზე უცნაურ გარემოში, რომ ვერც ერთ ხელისუფლების ინსტიტუტს ალბათ ვაღარ მოვუყვანთ, რომელიც უკვე საზოგადოების ხარდაჭერით სარგებლობს. აი რა მდგომარეობაა ეს თქვენ მოახდინეთ? აი ზუსტად ამაშია, რომ მეც არ მაქვს არც ის 57 წლისა ვარ და კომუნიზმიც ანუ ეპოქაც მახსოვს, ზვიადის მმართველობაც მახსოვს, ხედრიონის დრო ესე დავარქვათ ესე ქვია. მიშას კარგი და ძალიან ცუდი პერიოდებიც მახსოვს. ესეთი არ ყოფილა, როდესაც პრაქტიკულად მართლა არც ერთი ინსტიტუტი არ მუშაობს. არც ერთ ინსტიტუტს არ აქვს არავითარი პატივისცემა. და ეს ალბათ ძალიან უნდა მოინდომო ესე რომ ესე დღეში რომ ჩააგდო ქვეყანა და რატომ მოხდა ძალიან ძნელი ასახსნელი ალბათ რაღაცა პერიოდი გავა და უფრო კარგად შევაფასებთ ხო გახსოვთ ხედრიონის დროსაც ცხოვრობდით და რაღაცა და რომ გამოვედით იქიდან უკან რეტროსპექტივად რომ გავიხედეთ ეს რა საშინელებაში ვცხოვრობდით და გაცილებით უფრო მძიმე შეფასება ექნება აი ამ პერიოდს ვიდრე აი ხო ჩვენ წარმოგვიდგენია აი ამ გადმოსახედიდან იმ ხედრიონის პერიოდის მოღვაწე პირებს ისეთი დიდი კოგნიტური დისონანსი შეეყარა, რომ მე ან იგონებდა რომ იქ ის არ იყო, ან უბრალოდ სხვა დრო იყო და სხვანაირად მოქცევა არ შეეძლო. ანუ აღარც ერთი აღარ იმართლებს თავს და არავინ არ ცდილობს შემდეგ და ამტკიცოს თუ რაღაცნაირად გაამართლოს თავისი ნამოქმედარი, ეს ვნახეთ სხვადასხვა პოდკასტებშიც, რომ ყველას თავისი რაღაცა აბსურდული სიმართლე ქონდა, მაგრამ ამ აბსურდულ სიმართლეში სრულიად რომ მოდიოდა წინააღმდეგობაში რაღაცა ისტორიული მოვლენები. და ეს დაემართება ჩვენს. ამათ აუცილებლად შეიძლება ცოტა ისეთი ის არის, ხო იცით, რაც არ გერგება, არ შეგერგება, მაგრამ აი დააკვირდით, არავის არასდროს ის რაც ბოროტებით გააკეთა, რაც გააკეთა, თავის უვიცო არავის არ შეერგო. ისტორია ავიღოთ და ვიცი ალ კაპონეც რომ მოვიხოთ მაგალითად იმასაც არაფერი არ შეგვიძლია მის გასვენებაში არავინ არ მოვიდა. და ამათ გასვენებაშიც არავინ არ მოვა. გამარჯვებას არ ეტყვიან. და უბრალოდ ამათი შვილები და შვილიშვილები მეწოდება რომელზეც იტყვიან ეს იცი ვისი შვილია, ან იცი ვისი შვილიშვილია და შეამკობენ ძალიან არა საერთო არა საერთო სიტყვებით. არა სიტყვებით. ხოდა ამაზე რატო არ ფიქრობენ? რატო სულ ფიქრობენ რომ ვიქნები და ვიქნები? ჯერ არავინ არ ყოფილა ვიქნები და ვიქნები. კი ბატონო. ვერც ბოლშევიკები, ვერც შევარდნაძე, ვერც ნაციონალური მოძრაობა და მიხეილ სააკაშვილი. ამაზე რატო არ ფიქრობს ადამიანი რომ ყოველთვის თავრობაში და ხელისუფლებაში ვერ იქნებ და იმაზე უნდა იფიქრო რომ მე პატივისცემა რაღაცა ჯგუფის მაინც კონდეს და ამათ არავის პატივისცემა არ აქვს თავის ეგრეთ წოდებული მომხრეების. ბატონო, აი ამ პროტესტის ფონზე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევა არის ალბათ ჯანდაცვის სისტემის მართვაც, ხო? ანუ საზოგადოება ერთად იკრიბება, ზამთრის პერიოდია. როგორ აქვს ახლა აი ამ მიმდინარე პროცესების დროს სახელმწიფოს უზრუნველყოფილი ჯანდაცვის მომსახურება საზოგადოებისთვის, ახლა ვარ თუ არა რაღაც საფრთხეში, გარკვეული რაღაცა პანდემიის მდგომარეობაში და პანდემიის რეალობაში არა ვართ, მაგრამ გარკვეული ვირუსები და რაღაცები მოკლედ საზოგადოებას აშფოთებს, რომელიც ახლა არის გავრცელებული. აი ახლა რამე ასე თქვათ უზრუნველყოფა სერვისის რამდენად გამართულია? დავიცოთ საუბარი თქვენ თქვით ჯანდაცვის სისტემაში პრობლემა. ჩვენ სისტემა არ გაგვაჩნია. დიდი ხანი არ გაგვაჩნია. სამწუხაროდ როცა მე ვიყავი ხელისუფლების მე ჩემდროსაც ვერ შეიქმნა ის რასაც ქვია ჯანდაცვის სისტემა. ისინი ნაბიჯები მაინც გადაიდგა იქ სასწრაფოში რაღაცა წინ მივდიოდით ნელა-ნელა რა თქმა უნდა და უკეთესად შეგვიძლია გაგვეკეთებინა. ეხლა საერთოდ დაიშალა. სისტემას მართავენ ადამიანები, რომლებსაც გაგება საერთოდ არ იციან რა ეს ურთულესი სისტემაა, მით უმეტეს იმ გადმოსახედიდან, როცა ერთ სამინისტროში არის გაერთიანებული დევნილთა საკითხები, შრომის საკითხები, რა შუაშია საერთოდ შრომა, სოციალური და ჯანდაცვის საკითხები. ბიუჯეტის მეოთხედი მიდის ამ სამინისტროში. ამას ვერავინ ვერ მართავს და მით უმეტეს ის ადამიანები, ვინც ახლა მართავენ. მაქსიმალურად სანამ მივიდოდნენ სამინისტროში, ნიმესილი თუ უყიდიათ აფთიაქში. ერთი ხავთ მინისტრის მოადგილე, რომელიც მეტნაკლებად მუშაობდა ოდესღაც მუშაობდა ჯანდაცვის სამინისტროში, ექიმია, მაგრამ იმას არაფრის თქმა არ შეუძლია და სრულად
ექვემდებარება იმ სისულელეებს, რასაც რა გადაწყვეტილება სისტემა აღარ არსებობს. და რა სტრატეგია აქვს? ახლა მაგალითად ამ ჯანდაცვის სისტემას ყოველთვის ჭირდება ახალი ინოვაციების დანერგვა, რეფორმირება, კონკრეტული ხედვა, გეგმა. რა არის ახლა? კი ბატონო, ჯანდაცვის რეფორმა არასდროს არ მთავრდება. ეს არის გავაკეთე რეფორმა, არც გავუკეთე, არავის რეფორმა არ გაუკეთება. ეს არის მუდმივი პროცესი. შემოდის ახალი ტექნოლოგიები, ახალი მედიკამენტები, ახალი დაავადებები და COVID-19-მა ძალიან კარგად გვაჩვენა. ამიტომ ეს მუდმივად ცვლილებები უნდა იყოს, მუდმივად უნდა იცვლებოს სტანდარტი და რაზე უნდა ვისაუბროთ, როცა ეპიდემიის დროს, გვაქვს გრიპის ეპიდემია, ბავშვი დააწვდეთ ბავშვთა საავადმყოფოში. იცით რა პრობლემაა? ადგილები არ არის. და ამ დროს სახელმწიფოს გამოაქვს ესეთი საკანონმდებლო აქტი, რომ ნიღბების გაკეთება თავშეყრის ადგილზე არ შეიძლება. თქვენ გესმით რამხელა სისულელესთან და უვიცობასთან აქვს საქმე. თუმცა ერთი კარგი ფრაზაა, როდესაც იმპერია როცა იშლებაო, მაშინ ეგრეთ წოდებული მთავრობა იწყებს შტერული კანონების მიღებას და რეგულირებას. ზუსტად ეს ემართებათ. როგორ შეიძლება და ჯანდაცვის მინისტრი ამაზე ხმას არ იყოს, ნუ რაზე უნდა მოიგოს, მაგრამ არ ესმის. კარგი კაცია, კარგი კაცობა არ ყოფნის ჯანდაცვის მინისტრობას, ჯანდაცვის ამ ხელა სტრუქტურის მინისტრობას. ვერ იქნები მარტო. იქ ძალიან ღრმა ცოდნა გჭირდება, ძალიან დიდი გამოცდილება გჭირდება და ბოლო ორი მინისტრის այդ კატასტროფა იყოს, კიდე წაწარაშვილი და კიდე სარჯოლაძე. კაი კაცია იყოს, მაგრამ თავის საქმე გააკეთოს. რა არის ახლა? და ხო არა გეტყვით, გავაგზავნებ, კიდევ ამბობ და სისტემა არ შეიქმნა. ვითომ იცით როგორი მომენტია? აქ პირველი მომენტი რაც უნდა იყოს, ეს არის პირველადი ჯანდაცვა. ეს არის ოჯახის ექიმის ინსტიტუტის შექმნა. თუ ეს არის საფუძველი, ეს არის ბაზისი ყველაფერი. ეს თუ არა გაქვს, შენ ვერცნაირ სისტემას ახლა რაღაცა სტანდარტების შემოვიგეთ, აკრედიტაციები გაიარეს. ის აკრედიტაციები თავიდან მოგვიწევს გავლა. აკრედიტაცია აქ უნდა იყოს. დამოკიდებულება უნდა შეიცვალოს და არა ოთახის ზომა უნდა შეიცვალოს. და თუ ეს დამოკიდებულება ექიმების, ექნების საერთოდ არ შეიცვლება, ვერავითარ რეფორმაზე ვერ ვისაუბრებთ. როგორ შეიძლება დაფინანსების სისტემა DRG შემოიღოს, ახლა არ შეგვეღებ. ეს DRG-ის ამ მომენტი არის რა, რომ ყოველწლიურად უნდა ხდებოდეს მომატება ანაზღაურების, ბანსხოს კი არა, განფასების. მესამე წელია ეს სისტემა აქვს და არ მოუმატებია და როგორ შეიძლება ხო გესმით რომ ფასები 2022-ში და 2025-ში ერთნაირი არ არის, რომ 300 ლარი 22-ში და 25-ში სხვადასხვა თანხაა. და ამიტომაც არავითარი ექიმებს, ექნებს კი არიან, ჩვენთან ექიმებიც არიან და ესეთი 100,000 აქვს და 120,000 თვეში. ესეთებიც ყავს კი ბატონო, მაგრამ ძირითადად არიან ძალიან ანაზღაურება არის ძალიან დაბალი. და ზოგჯერ სპეკულაციები ჰიპოკრატეს ფიცი არ კი მიუღიათ, მაგრამ ჰიპოკრატეს ფიცი რომ მიიღო ბავშვიც აყავს, სკოლაშიც ფული აქვს გადასახდელი, საბავშვო ბაღში უნდა ჩააცოს და უნდა აჭამოს და შიერი ექიმი პირობითად ეს არის დანაშაული, ეს არის პოტენციალური მკვლელი. და ამაზე არავინ არ ფიქრობს, რომ მე თუ სახელმწიფო საყოველთაო ჯანდაცვა და მე ეს არავითარი საყოველთაო ჯანდაცვა, რაცა ნაცვლს, აქ თუ არ მოხდება ყოველწლიური ზრდა ინდექსაცია იმ განფასებების, ჩვენ მივიღებთ იმას, რასაც ვღებულობთ. ადგილები არ არის, ხარისხი დაბალია და პირველად ჯამ დაუბრუნდებით ჩემს საყვარელთებას. ოჯახის ექიმი ეს არის ბურჯი, ეს არის საფუძველი და ჩვენ არა გვაქვს. რატო გარდაიცვალა 17,000 ადამიანი COVID-ის დროს? ეს დიდი რიცხვი. COVID-ით ცალკეთ. ხო, ეს ხო და უბრალოდ ვიტყვი რა 17,000 ევროპაში ჩვენ და ბულგარეთში ქონდა მილიონ მოსახლეობის ყველაზე ცუდი მაჩვენებელი. იმიტომ პირველად ჯანდაცვა არ ქონდა, ოჯახის ექიმი არ იყო, ვისაც პაციენტი დროულად მიმართობდა. საავადმყოფოებში საკმაოდ კარგად უვლიდით და ყველაფერი ქონდა. პრაქტიკა ოჯახის ექიმი ადრე. იყო კომუნისტების დროს, იმის შემდეგ მუდმივად რეფორმას აპირებენ და რეფორმა ვერ ჩავატარეს სამწუხაროდ. ვერ მოხერხდა ამ რეფორმჩა და რა არის აუცილებელი ეს რეფორმა? ეს არის ოჯახის ექიმი. ოჯახის ექიმი ეს არ არის პოლიკლინიკის ექიმი. კომუნისტების დროს რომ იჯდა პოლიკლინიკაში, ეხლა იგივეა და ელოდება პაციენტი რომ მოვა ფორმაცი დაუწეროს ან ბიულეტენი შრომის უნარობის ფურცელი გაუფორმოს. არა, ეს არის ადამიანი, რომელთა ოჯახის ექიმი, რომელიც ყველაფერი იცის, რომელიც წინასწარ მიდის, რომელიც პრევენციას აკეთებს. ამას ჭირდება კარგი სისტემა. დაახლოებით სოფელში ამდენზე ისეთ ოჯახის ექიმის სოფლად მე ესე ვეძახი, სოფლის ექიმი არ ქვია მათ. ოჯახის ექიმის სოფლად უნდა ერქვას. 600-700 ლარი. როგორ წარმოგიდგენია და კონტინგენტი 2,000 ადამიანი. და როგორ შეიძლება ამ თანხით ადამიანმა ჯერ თავი შეინახოს, ოჯახი შეინახოს და ასევე მოტივირებული იყოს იმისათვის. აქ არის კარგი ანაზღაურება, კარგი გადამზადება, კარგი უზრუნველყოფა. ერთად გვადი ქვეყანა ვართ, სადაც ინტერნეტი ყველგან იჭერს. კარგი ტელემედიცინის დანერგვა.
უამრავი პროექტი დაიწერა, ხან უცხოელები გვიწერდნენ, ხან ესენი რაღაც ეს მთავრობა რაღაც არც ერთმა მთავრობამ არ დაიწყო ამ რეფორმის განხორციელება. პირველად ჯანდაცვის ბიუჯეტის დეფიციტი თუ პოლიტიკური ნების არ არსებობს? პოლიტიკური ნების არ არსებობს. სამწუხაროდ ჩვენ ქვეყანა ვართ, სადაც პოლიტიკური ნება ყველაფერს გადაწყვეტს ხოლმე და არ არის პოლიტიკური ნება და ხედვა არ არის და რატო არ არის? ხედვა არ არის ამის გაკეთება, რამხელა შედეგს მოგცემს, რამხელა პროფილაქტიკურ და პრევენციულ ღონისძიებების ჩატარება გვეცდება. ინფორმაციის მოპოვება. ოჯახის ექიმია ის, ვინც გაწვის ინფორმაციას. ოჯახის ექიმია ის, ვინც მიიტანს ინფორმაციას, რა აცრები ჭირდება, როგორ ჭირდება. რა უნდა ვილაპარაკოთ COVID-ის დროს 55% ექიმების ვერ ავცერით. ექიმებზე ვიძახი. განათლების სისტემა. 31 უმაღლესი გვაქვს, სადაც არის სამედიცინო ფაკულტეტი ან სამედიცინო სკოლას ეძახიან. 29-27 უცხოენო ინდოელებს ვასწავლეთ ძირითადად. ხო და ხარისხი არის კიდევ არ ეწყინოს ჩემ კოლეგებს, ვინც იქ ასწავლის, ხარისხი ის უდაბმეც ვასწავლი, ესეთი დაბალი ხარისხი არასდროს არ ყოფილა. არც თეორიულ პრაქტიკაზე აღარ ვიცახი. და ყველაზე ის რა არის შემაშფოთებელია ჩემ დროს სამედიცინო იყო ყველაზე პრესტიჟული და ყველაზე დიდი კონკურსი. ყველაზე დაბალი კონკურსი არის სამედიცინოს. ჩვენ მალე მართლა არ გვეყოლება ექიმები. ის ექიმები, რომელსაც ექიმი ქვია. და ამიტომაც ეს ერთი რგოლია, ერთი წრეა განათლება, პრაქტიკა, შესაბამისი აკრედიტაციები, არ შეიძლება ჯანდაცვის რეფორმა ჩაატარო, აი მოდი ახლა კლინიკები გავაკეთოთ კარგად. არა, ეს არის პარალელური პროცესი, პირველადი ჯანდაცვა, განათლება, ეს უნდა იყოს არა ვერტიკალური სისტემა, არამედ წრეზე. ოჯახის ექიმმა გააგზავნა კვლევაზე, კვლევამ გაუშვა საავადმყოფოში, საავადმყოფომ ინფორმაცია მიაწვა და ოჯახის ექიმს. გაკეთებადია, ეს არ იყოს გაკეთება, არც ვისაუბრებდი. ამას უნდა პოლიტიკური ნება, შესაბამისად თანხების სწორი გადანაწილება და სისტემა ესევე რა ეწყობა ერთ დღეში, მაგრამ ერთ წელიწადში, ორ წელიწადში შეიძლება საქართველოში ისეთი სისტემა ავაწყოთ, რომელიც მართლა თითით საჩვენებელი კარგი გაკეთებით რეალურად გაკეთებადია, მაგრამ ვინ უნდა გააკეთოს? ეს ხელმძღვანელობა, ეს მთავრობა და ეს სამინისტროს ტოპ მენეჯმენტი ამას ვერ გააკეთებს, იმიტომ რომ არ იცის როგორ გააკეთოს. იმის ხედვა არ აქვს რატო უნდა გააკეთოს და არც სული არ აქვს რატო უნდა გააკეთოს. ანუ ჩვენს ჯანდაცვის სისტემის რგოლი რომ მოეწყოს, რომ მოქალაქემ მიიღოს მომსახურება. ამაში ეფექტური სადაზღვევო სისტემაც არის აუცილებლად ჩასართავი. არა ესეთი. არა, რა თქმა უნდა. ამ სისტემაში ჩვენმა ქვეყანამ თუ კერძო სადაზღვევო ინდუსტრია ესევე და ხოლმე სექტორი არ ჩართო, ჩვენ ვერ ავწევთ. ძალიან დიდი პირთია. მისგან სადაზღვევო პაკეტი. რა თქმა უნდა იყოს განსაკუთრებით გადაუდებელი, რომელიც ჩვენ არ ვიცით როგორ. ნახეთ, მე რო ბიუჯეტი მაქვს. ეს ბიუჯეტი რომ აქვს თქვა პირობითად ვამბობ 1 მილიარდი წლის ბოლოს ისევ 1 მილიარდი. ჩვენ თუ რაღაცა ნაწილს ვაძლევთ სადაზღვევო კომპანიას, ისინი ეს ფული ისევ ფულს აკეთებს. ამიტომ როგორც არ უნდა გაიზარდოს განფასებები, მედიკამენტები, სადაზღვევო სექტორი მაინც დაფარავს, იმიტომ ეს ფული მუშაობს და არ დევს. ის არ არის. კერძო სადაზღვევო სექტორი უნდა ჩაერთოს, როგორც ისე არის, როგორც გააკეთა წინა ხელისუფლება. როცა ყველაფერი თქვენ გააკეთეთ, არა, ესე არ გამოვა. სადაზღვევო აზღვევს იმას, რაც ხდება იშვიათად, მაგრამ ღირს ძალიან ძვირი. ეს არის დაზღვევის პრინციპი. ხო და სადაზღვევო სექტორი უნდა ჩაერთოს, განსაკუთრებით გადაუდებელი შემთხვევების დაფინანსებაში, რომელიც ძალიან გვიჭირს და ყოველთვის თანხები არ ყოფნის. სადაზღვევო ისე გააკეთებს, რომ ჯერ-ერთი არ იქნება ეგრეთ წოდებული ფროდები, ტოლი არ იქნება, ყველაფერს ფალსიფიკაციები გააკონტროლებს და შესაბამისად დააფინანსებს, მაგრამ სახელმწიფომ თავის მიცემული ფული უნდა გააკონტროლოს, რომ იმას არ კონდეს რაღაც კლინიკებიც უნდა დაიცვას, სადაზღვევო და რა თქმა უნდა მომხმარებელი უნდა დაიცვას. სისტემაში თუ რომელიმე რგოლი სახელმწიფო სამედიცინო სექტორი, სამკურნალო სამედიცინო სექტორი, სადაზღვევო და პაციენტი თუ რომელიმე არის უკმაყოფილო, ეს იგი სისტემა არ მუშაობს. და ეს გაკეთებადია კერძო სადაზღვევო ინდუსტრიის გარეშე, ამის ჩართვის გარეშე, სახელმწიფო პროგრამებს ვიძახი, ჩვენ ვერ ავაწყობთ ნორმალურ სისტემას, რომ ესე არ იყოს. იმიტომ კი არა, პრაქტიკულად ყოველ დღესაც ბატონო დაურეკე რა იმას რა, რომ მივალ მომხედონ.
ეს არ უნდა იყოს ქართული ჯიგრული პონტი აღარ უნდა არსებობდეს უჩემოთ უნდა მივიდეს იქ უნდა ყველაფერი აუხსნან დაურეკე რა არ მეუბნებიან როგორ არის არა სრული ინფორმირება როგორც პაციენტის ასევე მისი მშობელი იქნება თუ შვილი იქნება არ უნდა ჭირდებოდეს არავის საპროტექციო დარეგვა მე მართლა უკვე მერიდება რომ კოლეგას ურეკავდა ძალიან თორა ეს მოვა და აბა მიხედე და არა ეს არ უნდა ეს გაკეთებადია არ არის პრობლემა და მეორე ერთი ეს ფრაზა კარგი ექიმია ხო გქონდეს ოქსიმორონია ცუდი ექიმი მკვლელია კი გეკითხა მკვლელია არა ეს კითხვა აქტუალური კითხვა ჩვენთან ხო ჩვენთან კარგი ექიმი რომელია მეტი შემთხვევა იყო ერთ-ერთი ექიმი ერთ-ერთ კლინიკაში ჩავიდა გერმანელი და უბრალოდ გააკეთა ოპერაციები და რაღაც გაუმასპინდი და მეორედ არის ცუდად მივიდა იმ კლინიკაში ეს გერმანელი ოდნავ რომ ვერა ვარო და რაღაც კარდიოლოგი მოდის გავიდა 10 წუთი 15 წუთი 20 წუთი და სადარიო და ეხლა კარგი კარდიოლოგი მოვა ცუდებიც აკავთო ხო გესმით ვერ მიხვდა გერმანელი რას ნიშნავს კარგი კარდიოლოგი მოვა ხო და აი ეს არის პრობლემა რომ აი ეს არ უნდა იყოს ადამიანს სიში აქვს და უკვე ყველაფერზე თურქეთში ხوار წავიდე თურქეთში არ არის საჭირო საკმაოდ ძალიან ძლიერი ქირურგიული სკოლა გვაქვს ძალიან კარგი ონკოლოგიური სკოლა გვაქვს კარგი ექიმები მაგრამ სისტემა როცა არ არის მე გავაკეთე ოპერაცია და მე თუ არ ხდება მისი პროფილაქტიკა თუ არ ხდება მისი რეაბილიტაცია ჩავარდნილია ეს ერთი გოლი გვაქვს კორნალობის არც პროფილაქტიკის და არც რეაბილიტაციის გოლი არ გაგვაჩნია. ხო. და რა თქმა უნდა რომ ეს კარგად ნამკურნალი პაციენტი მე შეიძლება მოხდეს და მეტი არავითარი ყურადღება არ მიაქცევს არც ოჯახის ექიმმა, არც შესაბამისად რეაბილიტაციო სისტემა რომელიც არ გაგვაჩნია, რამოდენიმე დაწესებულება გვაქვს და საკმაოდ ძვირად ღირებულია და ჩავარდეს წყალში თამხელა მკურნალობა. და მე სულ რა მედიცინის ამოცანა ძალიან კარგია რომ ღვიძლის გადანერგვას ვაკეთებთ, ფილტვის გადანერგვა, გულის გადანერგვა კეთდება, მაგრამ ამოცანა მედიცინის არის ის რომ ადამიანს არ დაჭირდეს. არ უნდა მიიყვანო იმ მდგომარეობამდე და ჯანდაცვის სისტემის ორი ეს არა მარტო სოფლიოში ადამიანმა უნდა იცხოვროს რაც შეიძლება დიდხანს და რაც შეიძლება დიდხანს უნდა იყოს ჯანმრთელი. იაპონიაში საშუალო ხანგრძლივობა ქალების არის 88 წელი. მამაკაცებს 87 წელი, შეერთებულ შტატებში 82-91, ჩვენთან მამაკაცების სიცოცხლის ხანგრძლივობა 67 წელია და ატვირთით პენსიის შემდეგ 2 წელიწადში უმეტესობა კვდება. ანუ ქალბატონების ცოტა მეტი 74. აი ეს არის ამოცანა რომ ეს რიცხვები უნდა გაიზარდოს, ადამიანი უნდა ცხოვრობს დიდხანს და აი ამ თავის ცხოვრებაში რაც შეიძლება დიდხანს უნდა იყოს ჯანმრთელი და ავად გახდომის არ უნდა ეშინოდეს. ეს არის სახელმწიფო და სამინისტრო შენი ამოცანა რომ ადამიანს არ ეშინოდეს რომ გახდება ავად ან მისი ახლობელი შვილი იქნება დედა იქნება მშობელი იქნება არ გახდეს ეს არის ამას ვერ ხედავენ აი ეს სადაზღვევ სისტემის ასე თქვათ პაკეტზე მინდა კიდევ უფრო დეტალურად რომ გავიაროთ ანუ გარდა იმისა რომ ადამიანი ხდის გადასახადს საშემოსავლო გადასახადს და ეგინა ხელფასიდან რაღაცა გეჭრება უნდა იყოს თუ არა პრაქტიკა რომ ხელფასიდან სადაზღვევოში ავტომატურად იჭრებოდეს, მაგრამ ეს ისე მოქალაქეს, ანუ ასე შეიძინოს სახელმწიფომ დაზღვევა, რომ მოქალაქეს ხელფასი გაეზარდოს და მას ჩამოეჭრას ხელფასიდან თანხა, რომელიცაც შეიძეს დაზღვევას. იცით რა ჩვენ გვაქვს ახლა ლელოს პროგრამაზე მემუშავე, ზუსტად მაგაზე გვაქვს საუბარი, რომ შეიძლება ის გადასახადი არ მოემატოს, მაგრამ იმ 20%-დან გერმანიაში და გერმანიაში 9 სიხდის ჯანმრთელობის დაზღვევის ფულს 9.5 სიხდის დამსაქმებელი 9.5 მეორე 9 ამ ჯამის 19% სიხდის ამიტომაც იმ გერმანელს ავად გახდომის არ ეშინია. და იმისაც არ ეშინია და არც არ იკითხავს კარგი ექიმია თუ ცუდი ექიმია, იმიტომ გარანტირებული. ამის შემდეგ ჩვენ გვაქვს შორს დაგვიყვანს ეს საუბარი როგორ უნდა მოხდეს, რომ თანხა მიდიოდეს სადაზღვევოში, იმ სადაზღვევო პაკეტში რაღაცა დიდი მოცულობა იდოს, შეიძლება რომ რაღაცა პერიოდის განმავლობაში თქვა ესეთი რთული დაავადება როგორც ონკოლოგია, როგორც თქვა თირკმლის ქრონიკული უკმარისობა, ფსიქიატრია, რომელიც სადაზღვევში მომგებიანი არ იქნება. აი შეიძლება სახელმწიფო ეკეთოს ვერტიკალურ პროგრამებში დაიტოვოს და რა თქმა უნდა ისევ და ისევ ჩემი საყვარელი და პირველადი ჯანდაცვა და ოჯახის ექიმი, რომელიც არის როგორ გითხრათ, ქვაკუთხედი რა მთელი ეს არის საფუძველი და ფუნდამენტი მთელი ჯანდაცვის სისტემის. ამიტომ აუცილებლად კერძო სადაზღვევო სექტორის გარეშე. მაგრამ ნახეთ ის რაც გაკეთდა წინა ხელისუფლების დროს, ეხლა ბევრ რეგიონებში რომ ჩახვიდეთ, პროვინციაში რომ ჩახვიდეთ, დაზღვევის გაგონება არ უნდა. და რატომ მოხდა ეს?
იმიტომ რომ ყველაფერი გადასცეს დაზღვევას და რა ღირდა ერთი ადამიანის დაზღვევა წინა ხელისუფლების 11 ლარი, როცა რეალური ფასი იმ პაკეტის იყო 30 ლარი. ანუ რეალურად ჩააგდეს სადაზღვევო კომპანიები ძალიან ცუდ მდგომარეობაში. ან უნდა მოეტყუათ და არ გაეკეთებინათ ის რაც ეწერა პაკეტში, ან უნდა გაკონტროლებული იყოს, რაც მოვიდა ორ კომპანიას, რომელიც რეალურად ასრულებდა და პრაქტიკულად გაკონტროლა. დანარჩენი პრაქტიკულად ყველა იტყუებოდა. იტყუებოდა რა პაციენტებს არ უკეთებდა იმას, რაც იყო დროულად გასაკეთებელი. ამიტომ ის ფასი, რაც პაკეტია, ის ფასი უნდა ნახეთ, ეს ჭიქა უნდა ღირდეს იმდენი რამდენიც ღირს. ხო, დაზღვევა ბიზნესი. ხო, არა, დაზღვევა ჩვეულებრივ ბიზნესი. ნუ ეგონება რომ კერძო დაზღვევა ეს არის რაც სოციალური სამსახური და რაღაცა კეთილშობილი და არა, ეს არის მათემატიკური ფორმულა მუშაობს. ეს არის დიახაც, ეს ბანკზერთული სისტემა, პრაქტიკულად ბანკის სისტემა ეს, უბრალოდ იგივე ფული შენ რო შეგაქ ის ფული ბალიშის ქვეშ კი არიდება. ის მუშაობს, როგორც ბანკი ზუსტად ისე მუშაობს სადაზღვევა. ამიტომაც შენ რო 20 ლარს ჩადებ პირობითად ვამბობ, ის წლის ბოლოს ის 20 ლარი 100 ლარი ხდება. ის ფული მუშაობს ჩვეულებრივი ფინანსური ინსტიტუტია, მაგრამ შენ თუ რამე გაგიჭერდა, შენ შეიძლება თვეში რაღაც წელიწადში თუ რაღაც 2000 გადაუხადო, თუ გაიგე 1000 დაგიფარო. რისკზეა გათვლილი, ეს არის საკმაოდ სერიოზული მეცნიერებაა მთელი. აქტუარები არსებობენ, მათემატიკოსები, რომელიც ითვლიან, რომელი რისკი როგორ დადგება რა არის და ჯანდაცვის ყველაზე რთული დასათვლელია, მანქანის ავარიის და თქვა იქ მოპარვის მომენტი რისკები უფრო დათვლადია ვიდრე თანხები აკუმულირდება იქიდან ვინც გადაიხადა თანხად ჯანდაცვის და არ გამოიხმა ეს ფული რა თქმა უნდა ვიღაცა სხვას უფარავს მე ჯანდაცვის მანქანა დააზღვიეთ ხო არა ეს აუცილებლად გაიქცეთ და აი დამტროლი მქონდა წინათ და გაიგეთონ არა ხო თუ რაღაცა დაგემართებათ დაზღვევა აკინასხავ. დაზღვევას იმის იმედია რომ არაფერი დაგემართება. ზუსტად ხო და თან ცდილობს რომ ნაკლებად დაგემართოს ხო? ცდილობს უკვე პროფილაქტიკურ ღონისძიებებს დებს, იმიტომ პროფილაქტიკა თქვა ბრონქიალური ბრონქული ასთმა აქვს, იმის პროფილაქტიკა უფრო იაფი დაждდება ვიდრე სტატუსში ჩავარდეს და მე საავადმყოფოში. ამიტომ აქ სხვანაირი დამოკიდებულება რჩება, ამიტომაც კიდევ უბრუნდები რომ ჩვენ გვაქვს ზუსტად გეგმაში, ხელისუფლებაში რომ მოვალთ და აუცილებლად მოვალთ. რომ ეს მომენტი აეწყობა ჯანდაცვა პატარა ქვეყანა ვართ საინფორმაციო უზრუნველყოფა ყველგან არის ასე თუ ისე შედარებით რაც დაგვდა შევარდნაძის შემდეგ გაცილებით გაუმჯობესებულია ინფრასტრუქტურა თუმცა კიდევ ამბობ ცოდნა დამოკიდებულება უნდა შეიცვალოს აი COVID-19 ვახსენეთ ერთგვარი ემპირიული ექსპერიმენტი გამოდგა ძალიან მძიმე საქართველოსთვის თუ რა სისტემა გვაქვს ჩვენ, ჯანდაცვის სისტემა და სერიოზულ ყველაზე საშიშ საფრთხეს როგორ ვუმკლავდებით. შენახსენე, რომ დაახლოებით 17-18000-მდე ადამიანი დაგვიღუპა. ნუ ახლა ეს იმდენად დიდი ციფრია. საქართველოსთვის ძალიან დიდი. ინდოეთში ჩვენ არც არაფერია და ჩვენ უზარმაზარი ვიყავ. ანუ ორივე ერთად რა ვიცი მე, ანუ ჩვენ უფრო მტკივნეულად აღვიქვათ რა თქმა უნდა ადამიანურ ტრაგედიას, როცა ვხედავთ ძალადობას, როცა ვხედავთ ნგრევას, ცეცხლს. მაგრამ ადამიანური ფაქტორის თვალსაზრისით აგვისტოს ომზე გაცილებით მძიმე დანაკარგი მივიღებთ გაცილებით მძიმე კი რამოდენიმე ასეული პროცენტით მეტი. იმიტომ რომ სულ აგვისტოს ომით 300 ადამიანი ვიყავი და მე მებარა საერთოდ თელი ეს ევაკუაციის, სამედიცინო ევაკუაციის საკითხები და ხო გაცილებით მეტი დაიღუპა კი არა 15-ჯერ მეტი კაცი დაიღუპა ხო და აი აქ გვაქვს აი რამოდენიმე ათასებში გვაქვს ჩვენ საუბარი ხო და ეს ალბათ ქართულმა საზოგადოებამ ნუ თან COVID-19-ს ერთგვარი რაღაცა იზოლაციის ერთგვარი პრაქტიკა ქონდა საზოგადოების ინფორმაციული იზოლაციამდე თვითონ ადამიანის მივიდა რაღაცა დაცვითი სისტემა არის ძალიან ფრთხილად ვიხსენებთ კიდე ამ პერიოდს სახში როცა ვიყავით და ასე შემდეგ, მაგრამ ერთ-ერთი სერიოზული კრიტიკა ამ ხელისუფლების კონკრეტულად უნდა მოდიოდეს და სამწუხაროდ მე ვერ ვგრძნობ რომ მოდის ამ საკითხზე, იმიტომ რომ უსერიოზულესი გამოწვევის დროს საქართველოს ანტირეკორდი მოხსნა. ანტირეკორდი 18000 ადამიანს რო დაკარგავ ეს უფრო მძიმე დანაკარგია ვიდრე ომში მიღებული დანაკარგი. თან შეგვეძლო რომ ეს არ ყოფილიყო. ერთ რაღაცას ვიტყვი რომ სამანტყოფოებში, სამანტყოფო ექიმებმა იმუშავეს ძალიან კარგად. და პრაქტიკულად უზრუნველყოფა მე ძალიან სწრაფად მოხდა და ამით შემიძლია მართლა მადლობა უთხრა
ეს იქნება ჟანგბადის დანადგარები, ეს იქნებოდა მედიკამენტები, მაგრამ პრობლემა ის იყო, რომ ადამიანი კლინიკაში გვიან ხვდებოდა. არ იცოდა ვისთვის ეთქვა და ჩვენ ხო იცი, აუ მე რატო უნდა დამიმართოს და ეს მე ის კოვიდი არა მაქვს, რაღაცა სხვა მაქვს. აი ზუსტად გვიანი ჰოსპიტალიზაცია ადამიანებმა, ზუსტად ეს იყო ერთ-ერთი პრობლემა, რომელიც ვერ მოაგვარა, ვერც სამწუხაროდ ვერც ეკატერინე ტიკარაძემ და ვერ მოაგვარა ეს პრობლემა. თუმცა კიდევ ბოლოში ძალიან გამოასწორა და ვერ ვიტყვი რომ ისწავლეს რაღაცა და ეპიდემიის ბოლოს უკვე საკმაოდ კარგად მუშაობდნენ, მაგრამ ეს მთელი ჩვენი დანაკარგი იყო იმ პერიოდში. როდესაც სამწუხაროდ ვერ მივხვდით, არის, ნახეთ, თქვენ ძალიან ზუსტად ერთ-ერთი მახასიათებელი ჯანდაცვის სისტემის არის მდგრადია თუ არა სისტემა. აღმოჩნდა რომ არ არის მდგრადი, სრულად დაგვეშა. აქ კრიტიკის ნაწილი, ჩემი კრიტიკის ნაწილი იმაზე არ მოდის, რომ ეს ამ დაავადების მკურნალობა ესეთი მაღალი ეფექტურობით რატო არ გამოჩნდა? იმიტომ რომ ეს იყო მსოფლიო გამოწვევა, საკაცობრიო. მარტო ჩვენი არ იყო. აქ კრიტიკა შეიძლება მოდიოდეს მხოლოდ ისეთ საკითხებზე, რომლის გამოსწორება შეიძლებოდა და რომლის დაშვება არ შეიძლებოდა. მე ძალიან კარგად მახსოვს რა დინამიკა ჰქონდა აი ამ ეპიდემიის გავრცელებას და განვითარებას, როცა ერთეულები იყო თითქოს დაავადებულთა რაოდენობა და უცებ დღეში 4 და 5000 როცა იყო უკვე ინფიცირებული, ესეთი სტატისტიკა რო შეიცვალა. და იქ მანამდე სახელმწიფოს სრული არაეფექტურობა და უუნარობა, რომ არაპოპულარული ნაბიჯები გადაედგა მაგალითად ეკლესიის დღესასწაულებზე ქონოდა იგივე ასე თქვა რეგულაციები შემოყო გახსოვთ ხო ალბათ ხო ესეთ რაღაც საკითხებზე აი როცა ყველაზე დიდი პრობლემა მქონდა ზუსტად პირველ დღეს აგვისტო ბათუმში როცა პრაქტიკულად ყველა რეგულაცია მოიხსნა დიახ ახალი წლები და აი ეს აგვისტოში რომ ბათუმში ჩავიდა ხალხი არავითარი რეგულაციები არც ნიღბები იყო კონცერტები ტელეხები ქორწილები არავინ არ აკონტროლებდა, მაგრამ ესაც როგორ იყო, იცით? ისევ და ისევ დიქტატორული ისა მეგობრებისთვის ყველაფერი დანარჩენებისთვის კანონი. ყველა თანასწორია, მაგრამ ზოგიერთი უფრო დასახო. ეს სტრესნერის პარაგვაის დიქტატორიც ის იყო. მეგობრებისთვის ყველაფერი დანარჩენს კანონი და ეს მეგობრები მერე რომ იკრიფებოდნენ იმ ქორწილებში და იმაში მერე ეს ინფექცია ვირუსმა არ იცის შენ განკვია. ქართული მოწოდების თეორი ხარ თუ ჩვეულებრივი ადამიანი ხარ რომელიც არჩევ პარტიას არ ეკუთვნის ეს იყო პრობლემა რომ რეგულაციები არ განახორციელეს კარგად ვერ განახორციელეს კარგად გახსოვთ ხო ჯარიმები რო იყო და უცებ ჯარიმები მოუხსნეს ეს არასწორი ნაბიჯი იყო ახალხმა მაინც დავარღო და მაინც მომიხსნია პოპულისტური ნაბიჯებმა პოპულიზმ არასწორმა მართვამ და პოპულისტური ნაბიჯებმა სამწუხაროდ გამოიწვეს ის რაც მოგვივიდა ახლა როგორი არის აი რეალობა აი ამ ვითარებაში თქვენ როგორ ხსნით აი საქართველოს ჯანდაცვის სისტემა ნუ ექიმი თავისთავად ცხადია პროფესიონალია ის კონკრეტულად მოემსახუროს ნეიტრალურად საზოგადოებას ხო ამ კარაქნში პოლიტიკურ არ შეიძლება ის მაშინ ექიმი არ არის და უნდა დაანებოს თან მაგრამ შეუძლია თუ არა სამედიცინო სისტემა თავისი სამოქალაქო პოზიცია გამოხატოს გარკვეული რაღაცა ფორმით არ ვიცი მაქსიმალურად მედიცინა ექიმები ექნები ცოტა კონსერვატორები ვართ ჩემ თავსაც მივუწევ რა თქმა უნდა იმიტომ რომ ჩვენ გვაბარია რა ჩვენი შეცდომა შეიძლება ადამიანის სიცოცხლე პასუხისმგებლობა ძალიან დიდია და ამიტომ სხვა საკითხებსაც ესე ვუდგებით ცოტა კონსერვატულად თუმცა ამ ბოლო დროს სამედიცინო საზოგადოებაში მე პირადად ვზნობ იმ შიდა პროტესტი და გარე პროტესტიც არის. საკმაოდ დიდი მარში მქონდა ალბათ ნახეთ ექიმების ამერიკის საელჩოსთანაც გავა პროტესტი, თუმცა ბევრი არ მოვიდა, მაგრამ ექიმები ვიყავით და ექთნები, როცა ექიმებს ვამბობ, აქ ექთნებსაც გულისხმობ რა. და ყოველ სამედიცინო პერსონალს გულისხმობ ხოლმე. იმიტომ ექიმი და ექთანი ერთით საქმეს აკეთებენ. და ამიტომაც ნელა დაიწყო, მაგრამ ყოველთვის ექიმები იყვნენ ინერტულებია, ვერ ვიტყვი, მაგრამ კონსერვატულად უყურებდნენ და ამიტომაც მე მართლა ვერ მივატოვებ სამუშაოს, იმიტომ რომ ვიღაცა შეიძლება მე რო არ მივიდე სამსახურში პროტესტი გამოვაცხადო. თქვათ აი საფრანგეთშია ექიმების თუ აქვთ გაფიცვა, ავიადისპეჩერები იღებენ თავის თავზე, ანუ ავიადისპეჩერები იფიცებიან ექიმების ნაცვლად, ნუ იქ რა თქმა უნდა ახლა პროფკავშირების სისტემა ძალიან ძლიერადაა ჩვენთან მე არ ვხედავ პროფკავშირებს ვერსად.
სამწუხაროდ ვერსად აი ახლა რაც ტყიბულში რაც გააკეთეს პოლიტიკური ნიშნით უბრალოდ რატომღაც ტყიბული იმიტომ მე შეხტებს თვითონ რაღაცა პროფკავშირი აქ მე ვერ დავინახე პროფკავშირების ლიდერები რომელიც რეალურად ბოლომდე გაიტანდნენ ამ საკითხს აი ესეა და ამ ჩვენთან არ არის რომ ამ ბოლო დროს კიდევ ამბობ დიდი მადლობა ჩემ კოლეგებს ექიმებს ნამდვილად გამოხატავენ პროტესტს როგორც ადგილებზე სამართლოებში პოლიკლინიკებში ასევე გარეთ გამოსვლით ბატონო, შენ როგორ ფიქრობ? აი არსებული საკმაოდ რთული და სავალალო საგარეო პოლიტიკა და საგარეო პოლიტიკური იზოლაციის პრაქტიკა, რაც ჩვენ მივიღეთ. ხო? ეს რაიმენაირად შეიძლება აისახოს საქართველოს ჩანდაცვის სისტემაზე, პროგრამებზე, ექიმთა გადამზადების პროგრამებზე, ანუ შეეხოს მოქალაქეებს უკვე მათ ჯანმრთელობასაც საფრთხე, იმიტომ რომ ამ რაღაცა ქვეყნის მარგინალიზაციის პრაქტიკით და გარკვეულწილად გადაწერით რომ ჩვენ ევროპა კი არა არ ვიცი სადა ვართ შეიძლება ძალიან ბევრი პროგრამა და სამეცნიერო სიახლეების დანერგვა აღწდეს ხო შორს რა წავიდეთ ძალიან ბევრი ის ტრეინინგები ახალი ცოდნის ახალი მიდგომების ახალი მედიკამენტის ინფორმაციის მიწოდება ეს ყველაფერი მოდის ამას აფინანსებს ევროპა და შორს რა წავიდეთ ესეთ საკმაოდ კარგი პროგრამა გვაქვს ჩვენ შიცის მკურნალობის. რეალურად კარგი საამაყო. მაგრამ ვინ გვაძლევს ამ ყველაზე თანამედროვე შიცის მედიკამენტს უფასოდ? ზუსტად ის ევროპული არასამთავრობო ზოგჯერ საერთაშორისო ორგანიზაციები. ტუბერკულოზში რომ მეტნაკლებად კარგი სიტუაცია გვაქვს, თუმცა ვერ ვიტყვი რომ ძალიან კარგი გვაქვს, მაგრამ ხო, კი, თურლებს აქვს გამოთქვა, ხო, მის უარეს ჯობიაო, რეალურად. ვინ გვაძლევს ამ ბოლო გენერაციის მედიკამენტებს? მე უბრალოდ ორი მაგალითი მოვიყვანე, რომლის შეჩერება შეიძლება ააფეთქოს სიტუაცია. ძალიან ცუდად ააფეთქოს. იგივე შეერთებულ შტატებმა გილიარდია კომპანია, რომელმაც C-ჰეპატიტის სამკურნალო თანამედროვესი მედიკამენტები მოგვცა ჯერ ერთი და მე იმაზე კიდევ უკეთესი. შეერთებულ შტატებში მთავრობას კითხეს ჯერ და ისე გადმოგვცეს ეს მედიკამენტი რომ იმას მართლა ძალიან კარგი პროგრამა იყო და რაც კარგი იყო როგორ შეიძლება ადამიანმა არ შეაფასო. შეიძლება ესაც შეწყდეს. და C-ჰეპატიტი არ იმკურნება ახლა კი ქონდათ საქართველოში უნდა მოусწო ვერ მოსწობ საქართველოში C-ჰეპატიტს. თუმცა სოფლიოში არ მოისპო როგორც ყვავილი ან შავი ჭირი ეს არ ხდება რა ხო არა ვართ იზოლირებული კედლები ხო არა გვაქვს ამიტომ სულ უნდა იყოს ეს პროგრამა სულ უნდა მუშაობდეს იმიტომ ძალიან ბევრი ახალგაზრდა არა ბევრი ადამიანი გადაარჩინა ამ პროგრამამ და ძალიან შეიძლება ზუსტად შეწყდეს ეს გილიარდს უთხრა შეერთებულ შტატებს მთავრობა ამათ ეს მეტადონის პროგრამაც ან მეტადონის პროგრამაც რომელიც ძალიან ბოროტად გამოიყენეს მე მგონი ხელისუფლებაში იმიტომ რომ სამწუხაროდ იდეა თავის დროზე ეს წინა ხელისუფლების რასაც ვეძახით წინა ხელისუფლების დროს იყო შემოღებული აბსოლუტურად სხვა იდეა იყო ეს პროგრამა რომ შემოვიდა მეტადონის აქ უნდა მე განვითარებულიყო მთელი პროფილაქტიკების სისტემა რეაბილიტაციის სისტემა მკურნალობა ჭირდება სადღაც წელიწადში 20,000 ადამიანს 3,000-ს ვერ მკურნალობს ოღონდ იქ არა სადაც დიახ ნარკომანიაზე გვაქვს მეტადონი ხო მეტადონი იყო პირველი რაღაცა ეტაპი და მე ეს უნდა შეიძლება ყველასთვის უნდა ყოფილიყო და მე ესა უნდა გადაზრდილიყო სრულ რეაბილიტაციაში კი სრულად ბევრ ადამიანს შეიძლება ვერ მოხდარიყო მაგრამ სახელმწიფო უნდა შესთავაზოს არ გინდა გიმკურნალებ ოღონდ თანამედროვე მეთოდებით გიმკურნალებ ნორმალურ პირობებში რაფორმა მიიღო ამის მაგერად ამის მაგერად მიიღო ის რომ მეტადონს ვაძლევ და მიგვაჩნია რომ რაღაცას ნარკომანიასთან ბრძოლაში ვაკეთებთ სიმამდვილეში ეს გახდა ალტერნატიული ნარკოტიკული საშუალება პრაქტიკულად და ალბათ ყველა მიცის როგორ გამოიყენება და როგორ გამოაქვს და ნუ რა ხდება თუმცა კიდევ ამბობ მე ნარკომანია ჩემთვის დაავადება მე ეს კრიმინალად ნამდვილად არ მიმაჩნია და ამის გამო ციხეში გაგზავნა ადამიანის თუ რა სხვა კრიმინალი არ ჩაიდინა არ შეიძლება დანაშაულია რაც კეთდება რა თქმა მე არ ვიძახი ნარკო გამსახელებს პარიგებს რო ეძახიან ხო მაგაზე არ მაქვს საუბარი მაგრამ ნარკომანია ეს არ არის კრიმინალი ეს არის დაავადება და ჭირდება ადეკვატური ძალიან მაღალი ხარისხის მედიცინასაც მაღალი ხარისხის უნდა იყოს არ შეიძლება დაბალი ხარისხის იყოს თანამედროვე მიდგომებზე თანამედროვე მედიკამენტებზე დამყარებული სისტემა ჩვენ უნდა დავეხმაროთ მივცეთ საშუალება რომ გამოვიდეს
ეს უნდა იყოს რეალური, კარგი და თანამედროვე და არა რაც ახლა ხდება. მაგრამ მეტადონი დავიწყეთ და ამაზე დამთავრდა. და ამას განვითარებული მეტადონი არ არის სამკურნალო საშუალება. ეს არის რაც ლომკას რო ეძახიან, იმის მოსახსნელი მედიკამენტი. და მეტი არაფერი. და ამ საშუალებას მე იყენებს კიდევ სხვა ისინიც ანუ მომხმარებელი მარტო ბენეფიციარი მარტო ის კი არა ვინც პროგრამაშია სხვაებიც ელოდებიან ანუ ჩოვლებრივი ქუჩური ასე თქვა განაწილებები ერთხელ მუშაობდი დაწესებულებაში რომელიც ზუსტად გვერდზე იყო ეს მეთადონი ესაც მეც უყურებდი ეს არ არის გამოსავალი თუმცა კიდევ ამის არ ნიშნავს რომ მეთადონის პროგრამა უნდა შევწყვეტ არავითარ შემთხვევაში ეს უნდა დარჩეს მაგრამ ამ მეთადონის პროგრამის ირგვლივ უნდა დიდი სხვა რაღაცა და სისტემური მშენებლობა უნდა დაიწყოს რომ არ უნდა ვიღაცას ხო უნდა რომ განიმკურნოს და განიმკურნოს აქ გადააგდოს უნდა კონდეს ყველა თანამედროვე მეთოდი რიგების გარეშე და გაკეთებადია ესაც თუ თანხებს სწორად 8,600,000 ლარს თუ არ გაუშვებთ ახალ წლებზე უნიჭო მომღერლებლის აქვია დაფინანსებაში და კიდევ უამრავია ესეთი რაღაცები ჩვენ შევძლებთ ამ პროგრამის განხორციელებას კარგად თანამედროვე პორტუგალიური მაგალითი მოყავთ ესპანური ბრიტანული ჩვენ გვჭირდება ჩვენი ჩვენ პორტუგალიელს ვერ გავუკეთებთ copy paste ავიღეთ აუ პორტუგალიაში მაგარი არც ისე იქ მაგარი ლისაბონში რო ჩახვიდეთ ყოველ ნაბიჯზე სამწუხაროდ ხო ანა ეს ძალიან მძიმე პრობლემაა ანუ სხვა საკითხებიც არის სოციალური პრობლემატიკა რომელიც ეს არ არის რაღაცა მარტო სამეცნიერო ჩვენ შემთხვევაში პოლიტიკურიც მოყვა ხო იმიტომ რომ ამ პროგრამით მოსარგებლენ ბენეფიციარებს პრაქტიკულად ნუ რაღაცები აიძულეს თუნდაც ამ არჩევნების გაყალბების პროცესში მე გითხრა როგორც მე გითხრა თუ გურიაში ვიყავი 5 კვირა იქ ცხოვრობდი და ჩვენი პარტიის შესაბამისად ვაკონტროლებდი სამივე მუნიციპალიტეტში, ოზურგეთში, ლანჩხუთში და ჩოხატაურშიც და მე ამას რეალურად დავიჯახე, როგორ იყო გამოყენებული ბენეფიციარები, ამ პროგრამის ბენეფიციარები, ეგრეთ წოდებულმა სახელმწიფო მთავრობამ როგორ გამოიყენა არჩევნებს. ხო, ეს არის საშინელება. რომ ეს ადამიანი მოწყვლადები არიან სამწუხაროდ. დიახ, და კიდევ არავითარ არ უნდა შეწყდეს, უნდა პირიქით, უნდა მივცეთ უფრო მეტი საშუალება, რომ დაუბრუნდნენ. მაგრამ მიდგომა უნდა იყოს სხვა. დამოკიდებულება უნდა იყოს სხვა. მიდგომა და დამოკიდებულება პირველად. აი კიდე სულ ახლახანს მე არ ვიცი შენ ალბათ ახლა უფრო კარგად ამიხსნი. ჯანდაცვის რეფერალური ლაბორატორია, ეგრეთ წოდებული ლუგარის ლაბორატორია, რომელსაც რაღაცა დიდი შავი პიარი ქონდა, მოკლედ ჯერ კიდე რუსეთიდან, აქედან. აი ეს ლაბორატორია მე მგონი შეწყვეტა მუშაობაო, როგორც მე ვიცი, შეიძლება ბევრი პროგრამა, ბევრი კვლევითი პროგრამა, რომელიც გარკვეულ დიდი თანხა შემოქონდა ქვეყანაში, კვლევითი პროგრამები იყო სხვადასხვა ტიპის. ესენი შეჩერებულია ყველაფერი, იმიტომ საიდან ფინანსდებოდა შეერთებული შტატები. დიახ. ლუგარის ლაბორატორია რო გაიხსნა, სანამ სერვერი მოსკოვში იდგა, რუსები ხმას არ იღებდნენ. და სერვერი მთელი ინფორმაციის გადატანილია ევროპაში. ამის შემდეგ უკვე რუსებს არ მოეწონათ ეს რა ხდებაო და რას არ აბრალებდნენ ბაქტერიოლოგიური, ვირუსოლოგიური იარაღის დამზადებას, რაც ბინარული იარაღის დამზადებას, ყველაფერი დააბრალეს ამ ლაბორატორიამ. ეს ლაბორატორია რომ არა ჩვენ 17,000 კი არა 17,000 გვეყოლებოდა არ ვაჭარბებ გაცილებით რამოდენიმეჯერ მეტი მსხვერპლი გვეყოლებოდა კოვიდის დროს იგივე ეხლა რო არის გრიპი გრიპსაც ჭირდება გრიპი არის ძალიან რთული დაავადება აი უცად გრიპი მაქვს არაფერი არა გრიპი არის ერთ-ერთი ძალიან ძიმე დაავადება რომელმაც შეიძლება დატოვოს არასწორ მკურნალობის და არასწორ მიდგომის შეიძლება დატოვოს გართულება დაწყებული თავის ტვინიდან დამთავრებული თირკმელი ყველაფერზე დატოვებს გართულებს ანუ გრიპს ესე რო უყურებთ არ არის გრიპი ეს რთული რო არა ლუგარის ლაბორატორია რაც ხდება რეალურად განსაზღვრა როგორი ტიპის ვირუსია როგორი ქათმის გრიპი კიდე კაი პრიმერის გრიპი არა გვაქტორე ღორის გრიპია სხვა ტიპის H3N1 რომელია ეს ზუსტად ლუგარის ლაბორატორიის დამსახურება ქვეყნები ოცნებობენ რომ ამ ტიპის დაწესებულება იყოს მათ ქვეყანაში დიახ, ეს არის უსაფრთხოება, სერიოზული უსაფრთხოება. უძლიერესი დაწესებულება გვაქვს და ამასაც ვშლით. და ეს იყოს ხვისი დაფინანსებით სხვა იხდი და ამ მომსახურებას. რა თქმა უნდა, შეერთებული შტატები. ამაზე დიდი საჩუქარი არ შეიძლება ყოფილიყო. აი, ეს პირდაპირ შემიძლია თქვა, რომ ეს დამსახურება, თუმცა რაღაც მქონდა კამათები ხოლმე, ამერან გამყარიძეს, რომ ეს ლაბორატორია არსებობს.
და კიდე რამოდენიმე ადამიანებს, რომელმაც ძალიან სერიოზულად იმუშავეს შეერთებული შტატების დავათა კონსილისისთან, რატომ გაუქმდა ლაბორატორია? რატომ გაუქმდა ახლა? ვლადიმიროვიჩ უნდა რომ გაუქმდეს და აუქმებს, ხო ხედავთ? ყველა ბრძანება მოდის. აი რა არის ოფიციალური მიზეზი, რატომ გაუქმეს? აქ არის კი არ გაუქმეს, პრაქტიკულად ჩვენმა მხარემ აღარ მოითხოვა ეს. გაგრძელება ამ პროგრამების. და შეერთებული შტატებმა ალბათ იცით სტრატეგიული, ყველა მიჩნევს სტრატეგიული ურთიერთობა ჩვენთან შეწყვიტეს და ნელა ალბათ სულ არ მართლა ღმერთმა არ ქნას რომ სულ დაიხუროს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. და საერთოდ ჩვენ რა პრობლემა გვაქვს უბრალოდ ვიტყვი, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი მესამე წელიწადია ხელმძღვანელი არ აყავს. რაც ბატონი ამირანი წავიდა, აღარ აყავს. თუმცა მე და ამირანს მქონდა ხოლმე რაც გამათები, მაგრამ არ აყავს. და თავის მნიშვნელობით საზოგადოებრივი ჯანდაცვის დავათა კონტროლის ცენტრი, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი, ეს არის სამინისტროზე უფრო მნიშვნელოვანია. აი თქვა შვედეთში ორი სამინისტროა, საზოგადოებრივი ჯანდაცვის და ჯანდაცვის სამინისტროა. და ეს გვეშლება. ეს რაც უნდა იყოს ძირითადი ბურჯი, რაც არის ჯანდაცვის, ეს არის საზოგადოებრივი ჯანდაცვა. აქედან მოდის ყველაფერი. საზოგადოებრივი ჯანდაცვა გაცილებით მეტია ვიდრე მედიცინა. და ეს ცენტრი 3 წელია ხელმძღვანელი არ აქვს. ერთი დრო მართავდა ეს პირველი მოადგილე რო იყო გაბუნია და არ შეიძლება ემართა, იმიტომ რომ იყო პირველი მოადგილე მინისტრის და თავისივე დაქვემდებარებაში მყოფ დაწესებულებას მართავდა. ინტერესთა კონფლიქტი იყო. მე დირექტორიც ვიყავი და გამაკონტროლებელიც. როგორ შეიძლება 3 წელი არ აქვს დირექტორი. და აი მარტო ეს მაგალითია საკმარისი იმისათვის რომ სისტემა სრულად დაშლილია. და იმიტომ თურქეთში წავიდა პირველი შეკითხვა რაც ბოლო დროს მესმის, თურქეთში ხო არ წავიდეთ. რატო? იმიტომ რომ ნდობა პაციენტის ნდობა ექიმის და სამედიცინო მიმართ ეს არის კურნალობის 50%-ის დადებით შედეგი. მე თუ არ ვენდობი, დაწესებულება იქნება ექიმი, იქნება ექთანი, იქნება. იქ შეიძლება ძალიან კარგად გააგებინოთ. მე თუ არა მაქვს შესაბამისი ნდობა, ის შედეგი ვერ მექნება, როგორც უნდა მქონდეს. და ბევრს არ აქვს თურქეთის ფული. და ყიდიან სახლებს. კერძოდ ახლა რა ყიდიან მანქანებს, რა ვიცი, სექსს იღებენ, იმიტომ სამინისტროსაც არ აქვს ახლა იმდენთან ხარ ყველა დააფინანსოს. და რა სამედიცინო პრაქტიკების ერთგვარი ან დეფიციტი, ან არაშესაბამისი სერვისი გვაქვს ჩვენ, რომელიც ითხოვს თურქეთს, გერმანიას თუ ასე შემდეგ. ეს არის ძირითადად ისევ და ისევ სამწუხაროდ ონკოლოგია. ონკოლოგიური დაავადებები და რატო? იმიტომ რომ ჩვენ ონკოლოგიები არ აქვს. ჩვენ სისტემა არ აქვს შეკრული. სადაც ხდებოდეს წინასწარი პრევენციული კვლევები, ხდებოდეს დიაგნოსტიკა, იქვე ხდებოდეს მერე მკურნალობა, ეს ოპერაციული იქნება, ქიმიოთერაპია იქნება თუ რადიოთერაპია იქნება და მერე ამის რეაბილიტაცია. ეს წრედი შეკრული არ აქვს. იქ ის კარგი იმუნოთერაპევტია, აქ კარგი ქირურგია, გამოს სისტემა არ მუშაობს ისე როგორც თქვა იგივე თურქეთში მუშაობს. ეს არის ონკოლოგიური პაციენტები ან ხშირად გაურკვეველი დიაგნოზი, რთული შემთხვევები, გადაუდებელი შემთხვევები, აი ალბათ ისეთი შემთხვევა ბავშვს აღმოუგვინა, ხო? საბედნიეროდ ყველაფერი კარგად დამთავრდა, მაგრამ ჩვენებმა ძალიან ბევრი რამე გააკეთეს რეალურად ჩვენმა ანგიოქირურგებმა, მიკროქირურგებმა ძალიან კარგად იმუშავეს, მაგრამ რეაბილიტაციის სისტემა არ აქვს. ამიტომ ოჯახს მოუწია ბავშვის წაყვანა და ყველაფერი კარგად დამთავრდა და რატო? მე კიდევ ამბობ, არ შეიძლება სისტემა სადაც ჩნდებოდეს დიაგნოსტიკა, მკურნალობა და რეაბილიტაცია. აი ეს მესამე საერთოდ ამოვარდნილია. საერთოდ 2 თუ 3 როგორც გითხარით დაწესებულება, სადაც ისაც ძირითადად სახელმწიფო არ აფინანსებს. და ხო, და ამიტომაც საკმაოდ ძვირად ღირებულია და ეს წრე თუ არ შეიქმნა დიაგნოსტიკა, მკურნალობა და რეაბილიტაცია, მკურნალობას შესაბამისი შედეგი არ აქვს. აი კიდევ ამ ბავშვს მაგალითი, იმიტომ რომ ჩვენ მართლა ძალიან ყველას დიდი მადლობა ყველა ქირურგს, ყველა ექთანს, ვინც ავადმყოფოში იმუშავა, მაგრამ რეაბილიტაციაზე მოუწიათ წასვლა და არც ისე უცხოეთშიც არც ისე იაფიღეს. საკმაოდ ძვირი რეაბილიტაცია. აი ეს ციკლი თუ არ შეიკრება და როგორ უნდა შეკრას? აი ეს ციკლი შენი ხედვა როგორი არის? რა უნდა გადაიდგას იმისათვის რომ წრედი შეიკრას? აი ნახეთ, ზოგადად მაგაშია საქმე. აი უბრუნდები ჩემს საყურებელ თემას, პირველადი ჯანდაცვა, ოჯახის ექიმის ინსტიტუტის მშენებლობა და გაძლიერება. ხო. კერძო სადაზღვეო სექტორის ინდუსტრიის შემოყვანა ჯანდაცვის სისტემაში პრაქტიკულად არ აქვს. ეს სექტორი 500,000 კაცია მაქსიმუმ, ცოტა მეტი დაზღვეული. იქიდანაც 200,000 არის სახელმწიფო მოხელეები.
რეალურად სულ 300,000 შეიძლება 350,000 რომელიც ადამიანი მიდის და თვითონ ყიდულობს დაზღვევას. და ამიტომ სადაზღვევო სისტემა ვერ ვითარდება. სადაზღვევო სისტემის ამოცანა არის რაც უფრო მეტი ბენეფიციარი ყავს. ხო. შესაძლოა დაზღვეული ყავს, მით უფრო ეფექტიანი და ეფექტურიც ახალ ორივეა. და აი ამის შემოყვანა და გადახედვა იმ დაფინანსების რაც ხდება ქვეყანაში და კიდევ ვამბობ, დამატ ყოველწლიურად თუ არ მოხდება ინდექსაცია სახელმწიფო პროგრამებზე, თან ინდექსაცია სისტემა ვერ განვითარდება, გაჩერდება, საყოველთაო ხო გასულ თავიდან 2013 და 2022 წელს ერთი და იგივე განფასებები იყო. ვერ იმუშავებს, ეს რო ღირს 1000 ლარი 800 ლარად ვერ გავყიდი მე. თუ გავყიდი, მაშინ ან აკუმულატორს ამოვიღებ და მოყიდი უხარისხოს. ან მე გავკოტრდები. რა თქმა უნდა, გაკოტრება არავის არ უნდა, ამიტომ ჩვენ ვღებულობთ უხარისხო, თუმცა სასაცილოდ ხერს, ხო? აი მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურება და სადმე და დაბალი ხარისხის უნდა იყოს. ან ჩვენთან თქვენ შეიძლებთ მაღალი ხარისხის მედიკამენტებს. მაგრამ გამომდინარე არსებობს დაბალი ხარისხის მედიკამენტები. ეს არ შეიძლება და რაც ქვია დაბალი ხარისხის მედიკამენტები. შეგძლებთ მე მართლა როგორ არ მეწვით მინახია, მაგრამ ცნება რატო უნდა არსებობს, ხო რა, რატო იმიტომ რომ ვღებულობ იმ შეგნით შემადგენლობა, კონცენტრაცია, სისუფთავე იმ აქტიური ნივთიერების არის დაბალი. ეს არ უნდა იყოს. მე რომ მივდივარ გერმანელსაც ვერც ევროპელს ვერ აუხსნი რას ნიშნავს კარგი წამალი და ცუდი წამალი, მაღალი ეს არ უნდა არსებობ. მე რომ მივდივარ აფთიაქში არ უნდა ვკითხულობდე აი ეს რომ მინდა კარგია თუ ცუდია. და ეს გაკეთებადია იგივე ეს რეფერალური ლაბორატორია მედიკამენტების უნდა ამოწმებდეს ხარისხს მედიკამენტს რა შემოდის. ზოგიერთ მედიკამენტებში ადავასახელება ქვეყნებს იმ მედიკამენტის მიღება არ შეიძლება. იმიტომ თუ არაფერს არ ავნებს შედეგიც არ ექნება და მე როცა ველოდები ანტიბიოტიკი იქნება თუ სხვა მედიკამენტი ველოდების შედეგს და როგორ მივიღებ შედეგს თუ რეალურად ის აქტიური ნივთიერება ან დაბალი კონცენტრაციის არის ან საერთოდ არც ფიგურირებს იმ მედიკამენტში. აი ესეთი საკითხები სამინისტრომ უნდა შექმნას წესები თამაშის. ყველასთვის ერთნაირი ოღონდ. და მე ესენი აკონტროლოს. და არა, ეხლა სამინისტრო გადაქცეულია რა, ძირითადად პოლიციური ფუნქციებია. შევედი, შევამოწმე, ვიპოვე ხარვეზი და არა ამოცანა სამინისტროსი და საერთოდ ამ სტრუქტურის კი არა დაიჭირო. შევედი, ვნახე ხარვეზი და ერთობლივად გამოვასწორეთ. მე ეს ვთქვათ ეს შემთხვევა სხვა კლინიკებად გაარჩიეს და აი ეს არის მუშაობა და არა ისე შეუვარდე, დავბლოკო, დავიჭირო რაღაცა უპოვო ხარვეზი. არა, კი, ხარვეზები არის. ვიპოვეთ ხარვეზი, გავაანალიზეთ და გამოვასწორეთ. ერთობლივად. თუ მეორჯერ მესამეჯერ გაიმეორა გასაგებია, მაგრამ აი ეს არის პრობლემა, რომ ჩვენი ყველა სამინისტრო არის პოლიციური ფუნქცია აქვს. სად დავიჭირო, სად რაღაცა ვიპოვეთ, მაგრამ მოდი ერთობლივად გამოვასწოროთ. ეს არის ამოცანა სახელმწიფოსი გამოვასწოროს და არა დასაჭოს. ხო, აი სტანდარტიზაცია თვითონ ამ საავადმყოფოების როგორ არის? აი ISO სტანდარტი ხო დაუგნერგეთ ახლა? არა, ISO სხვა სტანდარტი, აკრედიტაციის სტანდარტი GCI ამ ბევრ ქვეყანაშია. ხო. დავდერგეთ პირველ იანვარს უნდა დაიწყეს. რამდენიმე პრაქტიკა ვიცი, ახლა მე კონკრეტიკისგან თავში ვიკავებ, მაგრამ ალბათ ჩვენი მაყურებლები იცნობს საკუთარ თავს, იმიტომ რომ მსგავსი სიტუაცია ალბათ საკმაოდ ხშირია, რომ სამედიცინო დაწესებულებამ შეეძინა ძვირადღირებული ინვენტარი, ბანკის კრედიტს ემსახურება და ემსახურება პერსონალის ხელფასის ხარჯზე. რომელსაც ახლა გადაგიხდი, მერე გადაგიხდი, მერე ეს დასრულდება სასამართლოში ჩივილით, შემდეგი გადასახადით, შემდეგი დაყადაღებით, შემდეგი ასე ბოლოს გაიყრება ეს კონფლიქტი. აი ეს პრაქტიკა საკმაოდ ხშირია სამედიცინო სისტემაში. როცა სამედიცინოს მომსახურების უწყება ცდილობს რაღაც ახალი სერვისი შესთავაზოს, მაგრამ ამ სერვისისთვის საკმარისი ფული არ აქვს, ზესხულობს და ზესხულობს პრაქტიკულად თავის თანამშრომლების ხარჯზე. და ამავე დროს ძირითადი დამკვეთი ჩვენ ქვეყანაში არის არასადაზღვევო სექტორი, არამედ სახელმწიფო, რომელიც ყოველწლიურად ინდექსაციას არ აკეთებს. აი თქვათ, აი ახლა რომელიმე დაწესებულებამ თქვა, რომელიმე კლინიკამ თებერვალში ახლა იანვარში ფულს რომ მიიღებს, იცით რომელი თვის ფულია? სექტემბრის. თებერვალში მიიღებს ოქტომბერს. 4 თვიანი დაგვიანება. კი, ერთწლიანი დაგვიანებები ვიცი. ხო და 4 თვიანი დაგვიანებიდან ეს უდევთ. კონტრაქტში უდევთ, მაგრამ არ შეიძლება, იმიტომ რომ დოლარი ოქტომბერში და დოლარი იანვარში სხვადასხვა ფასი აქვს.
მე იმპულსი ოქტომბერში მე გავუმიშვე, მე მაშინ მინდა ფული. ეს არ შეიძლება ესე მუშაობა, თუმცა კიდევ ამბობ. წავიტრაბახებ, მე როცა კურირებდი მაგ სისტემას 25 რიცხვში 25 იანვარს რიცხებოდა დეკემბრის ფული. 25 თებერვალს ყველა კლინიკას უჯდებოდა, მაშინ არც ამდენი კომპიუტერი ჰქონდა, არც ამდენი ქსელი იყო, არც ამდენი ის რა ქვია, ქსელები ჰქონდა, არც ინტერნეტი იყო და მაინც ეგ პოლიტიკური ნება, დამოკიდებულება. მოიცა მე დღეს ვიმუშავე. მე დღეს მინდა ჩემი ფული მივიღო. ფული ხო უკუღმა. მე ჩემი შრომით ვიყიდე ფული. ხო ესეა. ესეა ხო მე ჩემი შრომით ვიყიდე ფული. აი რომ ვიშრომე მე მაშინ ფული არ მიდი შედი ახლა სუპერმარკეტში და უთხარი მომეც კოკაკოლა და ფულს მე მოგიტან 4 თვეში. 4 თვეში? 2 ლარიან კოკაკოლას არავინ არ მოგწევს. კი ბატონო, ბევრს 6 თვეც აქვს და 1 წელი. ხო და გამოსწორებადია მე ასე თუ ისე შეიძლება ჩავიხედე მაგ სისტემაში ვიცი როგორც არის და ვიცით როგორ უნდა გამოვასწოროთ. ამ დიდი გეგმა უწერია ლელოს კიდევ ერთხელ ვიტყვი, როგორ გამოსწორდეს და როგორ გავხდეთ ერთ-ერთი მართლა ქვეყანა, სადაც არავის არ დაურეკავს და პირდაპირ მივა ოჯახის ექიმთან, ის გადაამისამართებს და მარტო კი არ ეთქვის ოჯახის წადი იქ. არ ეთქვის აი აქ მიხვალ აი ამ და ამ კლინიკაში, აქ ჩაგწერა აი ამ ექიმთან მიღებაზე, თუ შენ სხვასთან გინდა სხვასთან და პრობლემა იმისი რომ ფული არ ამაქვს, არ უნდა არსებობდეს. უნდა მოაგვაროს ესეთი სისტემა, როგორც ხო, სისტემა უნდა იყოს, ხო, სადაზღვევო სისტემა და სახელმწიფო პროგრამულმა სისტემა, გამის უნდა იყოს გათვლილი სწორად. ყოველწლიურად შეიძლება ჯანდაცვის სისტემაში 70-დან 100 მილიონამდე დეფიციტში ვარდებოდნენ, ვერ თვლიან. და ძალიან რთული დასაკ მე არ ვიცი აქ მთელი ალგორითმები არსებობს როგორ დათხოვა, მაგრამ ჩვენნაირ ქვეყანაში სადაც როდესაც მოხდება ჩვენ მედიკამენტებს ამ ტექნოლოგიებს ყველაფერს ტექნიკას ავყიდულობთ ლარებზე ხო და ლარი რო ზევით დახტის ის მედიკამენტი და თავის ფასი აქვს და ყოველწელს იმატებს უცხოეთში მედიკამენტი ეს ნორმა არც ცუდი არც კარგია ესია ხო და ამიტომაც გაკეთებადია ეს ყველაფერი პოლიტიკური ნება უნდა მუშაობა უნდა ძნელი კი არა შრომატევადია ძალიან შრომატევადი საქმეა, რომელიც შესაბამისი კადრებმა უნდა გააკეთო. შესაბამისად ადამიანებმა რომელიც არიან იციან როგორ უნდა გააკეთონ. ამაში სპეციალური განათლება აქვთ მიღებული. პრობლემების დანახვა შეუძლიათ, რისკებისგან რა არის მართლობა, რისკები უნდა დაინახო, მე რო ეს გავაკეთე, ამას თურქიდან წამლებს შემოვიტანთ. რა მოხდა თურქეთში? ავარდა ეს ფასები ამ თურქულ წამლებზე და რა მივიღეთ? აქაც იგივე ფასები მივიღეთ, ისევ რაც იყო ხო? თურქეთში რატო დაბალი ფასები? თურქეთის სახელმწიფო იღებს თავისთავად დოტაციას. თურქეთში იზრდება მედიკამენტზე ფასი, მაგრამ სახელმწიფო ფარავს იმ ფასს. ანუ კომპანიები, წარმოებლები, ისინი მარზარალდებიან. მოქალაქე იხდის რაღაცა თანხას, დანარჩენ თანხას სუბსიდიის სახით, მაგრამ ეს თურქეთია. 90 მილიონი გახდა მგონი უკვე და ქვეყანა, რომელსაც ძლიერი ეკონომიკა. ჩვენ არ შეგვიძლია ამ სხვა გზებიც არსებობს, როგორ ვიცხოვროთ ისე რომ ადამიანს არ ეშინოდეს ხვალინდელი დღეს რომ წამალს ვერ იყიდეს და ვერ ეშინოს იმისი რომ მივა ექიმთან და რაღაც ხარისხო ექიმი ცუდაჟებს ხო გაუნათლებელი ექიმი შეხვდეს ან ის არ გაუკეთონ რაც მას სჭირდება. აი ახლა ამ პრობლემების ასე თქვათ სიმწვავის გაზრდის შემთხვევაში როგორიც არის სანქციები და სხვა რაღაც ესეთი საკითხები. ჩვენ შეიძლება გაგვიჩნდეს კონკრეტული პრობლემები, აი მედიკამენტების დეფიციტის, მაგალითად სამედიცინო მომსახურებები, რომელიც აუცილებელია, რომელსაც აუცილებელი, ასე თქვათ, პროცედურა აქვს, ერთგვარი კავშირი, ერთგვარი ლოჯისტიკა დასავლეთიდან, ასე თქვათ, უფრო ტექნოლოგიური სამყაროდან. აი ამ პრობლემებში გარკვეული, ასე თქვათ, რაღაცა სისხლის შეგუბებები დაგვემართება? არ გამოვრიცხავ. დაგვემართება ალბათ კიდევ ამბობ, მედიკამენტები ხო იცით პრობლემა ხარისხი ამათი შემოღებული ეგრეთ წოდებული რეფერენტული ფასები, რომლის ზევით შენ მედიკამენტს ვერ ყიდი, ესეთი კარგია გერმანიაში რეფერენტული ფასი, შვეიცარიაში რეფერენტული. აქ რო შემოიღეს კარგი ხარისხიანი ევროპული მედიკამენტის ყიდვა პრობლემა გახდა. და შეიძლება უფრო დიდი პრობლემა გახდეს ამის გამო და ეს ყველაფერი აისახება ეკონომიკაზე, ეკონომიკა შესაბამისად ვარდნა წავა და ეს ერთი მომენტია, ხო არ შეიძლება ჯანდაცვაში რაღაცა მოხდეს და ქვეყანაში არ ხდებოდეს.
ქვეყანა ძალიან გაგვიჭირდება იგივე რამდენი გრანტი შემოდიოდა, რამდენი სასწავლო პროგრამები, უფასო სასწავლო პროგრამები, რამდენი ექიმი გადიოდა ტრეინინგებს, თუნდაც რეალურ ტრეინინგებს ევროპულ ქვეყნებში, შეერთებულ შტატებში. რაც შეიძლება აბსოლუტურად გაჩერდეს. და მართლა ახლა სტალინის რკინის ფარდა არა, მაგრამ შეიძლება არანაკლებ ცუდ სიტუაციაში მოხვდა. როგორც ქვეყანა. მე იმედი მაქვს ბატონო, რომ ყველაფერი კარგად დასრულდება. მე ერთს გეტყვით, რომ ამ ხელისუფლების ვინც არ უნდა ცვალონ, ხვალ რო გამოვცვალონ პრემიერ-მინისტრი კიდე მე-13-მე-4 ჯერ კიდე ღარიბაშვილი მოიყვა. აქ ამ ეს ხელისუფლება, ფსევდო ხელისუფლება ამას ვერ შეცვლის. აქ ჭირდება პროფესიონალები, ჭირდება ადამიანები, რომელსაც ხედვა აქვს და რომელსაც თავის ქვეყანა უყვარს. დიახ. ხო, ალბათ ერთ-ერთი ინსტიტუტი ჩვენ როცა შევჯერდით თემაზე, რომ ყველა ინსტიტუტი ერთგვარად დისკრედიტირდა საზოგადოების თვალში, ეს არის ისევე ექიმები, სამედიცინო პერსონალი, რომლის იმედი მაინც ყოველთვის გვაქვს და არ გაგვარჩევს არავითარ შემთხვევაში შეფხედველობის მიხედვით. და იმედი მაქვს, რომ ყველაფერი კარგად დასრულდება. იმედი მაქვს, რომ საქართველოს გადარჩება. აუცილებლად და ამას ჩვენი ძალისხმევა ჭირდება, მუდმივად ამაზე საუბარი ჭირდება. მე რომ მეკითხებიან როგორ ახარ, პასუხობ მედგრად. კარგად რო უპასუხო, უნდა ახსნა კარგად რატო ხარ, ცუდად არ მინდა ვიყო. და მედგრად უნდა ვიყოთ და აუცილებლად არ შეიძლება უწვიმდეს. ზეცამოვა აუცილებლად. მადლობა ბატონო. დიდი მადლობა. ძალიან საინტერესო იყო ინფორმაციული შენთან დისკუსია მესიამოვნო მართლა. მეგობრებო, ეს გახდათ ბატონ სურგულაძე, მე ირაკლი მეფარიშვილი. მე გემშვიდობებით მომავალ შეხვედრამდე.